სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა ისევ ეხება ბენჟამინ არონ შაპიროსთან ინტერვიუს. და კიდევ ერთხელ ვიმეორო, ვისაც არ მოусვენია წინა საუბარი, სადაც ჯონმა ახსენა ეს პიროვნება, ეს არის ძალიან კარგი ახალგაზრდა ჯონ მაკარტური, ძალიან მოხიბლული იყო, ის არის ორთოდოქსი ებრაელი და ამავე დროს არის პოდკასტერი, ძალიან ცნობილი კონსერვატორულ წრეებში. ძალიან იმაშובה მორალს და ზნეობას ახალგაზრდებში წინა პლანზე წევს ის იყო მხარდამჭერი მხოლვარი რესპუბლიკური პარტიის დონალდ ტრამპის და ეწევა ძალიან ესეთ საქმეს ამერიკაში რომ ახალგაზრდებში რწმენა თუნდაც პატრიოტიზმი სახელმწიფოებრივი განცდა შეიტანოს და თვითონ არის ძალიან კარგი მაგალითი ამისი და ჯონ მაკარტური ძალიან მოხიბლულია მისი პიროვნებით ძალიან ნიჭიერი პიროვნება, ძალიან სხარტი გონების, ძალიან, რა ვიცი, სიტყვა არ უვარდება და ჯონ მაკარტური დათანხმდა მასთან ინტერვიუს და მეორეჯერაც გააკეთებს ჯონ მაკარტური ამ ინტერვიუს, რახან ახსენებს და უნდა ვთქვათ, რომ ამ პიროვნებას ჰქონდა რამოდენიმე ვიდეო ჩაწერილი და ერთ-ერთს ახსენებს ჯონ მაკარტური, რატომ არ ვიღებ, რომ იესო ქრისტე არის მესია. და ამასთან დაკავშირებითაც თქვა, რომ დაუშვათ რას ფიქრობდა და ჯონ მაკარტურს ძალიან დიდი ის ჰქონდა ამაზე საუბრები, მაგრამ იყო თავაზიანად, არ იყო მიმწოლი, არ იყო შეურანწყყოფელი მასთან ურთიერთობა, მაგალითად ლერი კინგი უფრო ათეისტი და უფრო ლიბერალი შეიძლება ებრაელი იყო, მაგრამ ეს პიროვნება არის ისეთი ქუდით დადის და აშკარად არ აცდენს სინაგოგას, სწავლება შვილებს ესეხსდის მეუღლე ყველანაირად ჩართულ ალბათ შობლებიდანაც არის ეს მოწოდება და ესეთი პიროვნება ძალიან პოპულარული გახდა. არიან სხვა ებრაელი რუსულენოვანიც, სხვადასხვა ამერიკაში, ოღონდ რუსულენოვანი კი რუსული მიდან წარმოშობიდან კონსერვატორული ბლოგერები და პოდკასტერები ხო ძალიან ცნობილი, მაგრამ ეს პიროვნება აშკარად არ მალავს თავის რწმენას, თავის რელიგიას. ამ მხრივ ჯონ მაკარტურისთვის ეს საინტერესო იყო, რამე თუ ჯონ მაკარტურის მასწავლებელი ვინც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჯონ მაკარტურის აღზრდაში, განსაკუთრებით ძველი აღთქმაში, ებრაელი იყო ყოფილი, რომელიც მერე ქრისტიანი გახდა. ალბათ ესეც იყო мотиваცია და ჯონ მაკარტურს ყავს ბევრი ებრაელი მეგობრები, ნაცნობები და ასევე ყოფილი ებრაელები, რომლებიც გაქრისტიანდნენ. ესე რომ მაგხრივ იცით რომ კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში ძალიან ბევრი ცხოვრობს ებრაელი და ჯონ მაკარტურთან ყველა პატივისცემით არის განწყობილი. აი მოდით მოусვინოთ ახლა ამას. ბენჟამინ არონ შაპირო, როგორ გონიათ ის მიიღებს იესო ქრისტეს როგორც მესიას? ეს აინტერესებს არნო ბუბაგენია. არ ვიცი ბუბაგენია ალბათ შეიძლება მექსიკური ლათინო წარმოშობის იყოს ეს პიროვნება. გამარჯობათ პასტორ ჯონ, გამარჯობა, მე მქვია არნო ბუბაგენია, გამარჯობა არნო. ჩემი კითხვა ასეთია. თქვენ ინტერვიუს მოვისმინე და როგორ ფიქრობთ? ბენჟამინ არონ შაპირო, თან გამახვილა ყურადღება, რომ არონია მამამისი, ხო, თუ მეორე სახელი არონი. ბენიამინი იცით ეს ძალიან ცნობილი სახელი, ესე იგი იაკობის უმცროსი შვილი, ერთ-ერთი ესეთი და ბენიამინის ტომიც გახსოვთ ძალიან ცნობილი ტომი, საიდანაც საულე გამოვიდა, საული პირველი მეფე და ნახეთ არონი კიდე მოსეს პირველი მღვდელი, მოსეს ძმა. ორივე სახელი ქვია ბენჟამინ არონ შაპირო. მზად იქნება იესო ქრისტე, როგორც მიიღოს იესო ქრისტე როგორც მესია. და ჯონ მაკარტური პასუხობს, იცით მე ვნახე ამას წინებზე YouTube ვიდეო, რამდენიმე კვირის წინ ნახე. ბენ შაპირომ ჩაწერა, რატომ არ მჯერა რომ იესო მესია და მე ესმის. მე აშკარად მჯერა რომ იესო მესია და მხსნელია. მასთან ინტერვიუში საოცარი იყო რომ მათ ნათლად ამიხსნა რომ მას არ ჟერა ამისი. რომ ის ებრაელია, ის ორთოდოქსი ებრაელია და მე დიდ პატივს ვცემ მას და მე მას უთხარი კიდეც. მე ვხედავ ღვთის ხატ შენში, ბენდკო, შენი აზროვნების სიცხადეში, შენი გულის თანაგრძნობაში, მორალის გაგებით, ოჯახის, ბავშვების, სამართლიანობისადმი ერთგულებაში. მე ვხედავ ღვთის ხატ შენში თქო. ასე რომ მან განხილვის ბოლოს მითხრა, მაშინ რა განსხვავებაა შენსა და ჩემს შორისო? მე უთხარი, განსხვავება არ არის მორალური, რადგან იგივე ღმერთი, რომელმაც თავისი კანონი ძველ აღთქმაში დადო, იგივე ღმერთია, რომელიც ახალ აღთქმას დაწერს. და ეს არ შეცვლილა. არ შეუცვლია ღმერთს თავისი აზრი. ასე რომ მორალი და ეთიკა არ იცვლება. ჩვენ ერთი და იგივე ღმერთი გვყავსო ამ საკითხში. ჩვენ იგივე სტანდარტები გვაქვსო, მაგრამ შენსა და ჩემს შორის განსხვავება მოდის იესო ქრისტეში. იესო ქრისტეს როგორც მხსნელის მიღებაში.
და მე უბრალოდ გავაგრძელი იესო ქრისტეზე საუბარი მასთან, მე ვისაუბრე იმ ფაქტზე, რომ ძველ აღთქმას ჰქონდა მსხვერპლშეწირვის სისტემა და ეს ყველაფერი დასრულდა ქრისტეს ჯვარცმით, როდესაც ტაძრის ფარდა ზემოდან ქვემოთ გაიხა. ანუ ღმერთმა იმას აკრა ეს ფარდა გახია და გახსნა ადგილი მისასვლელი წმინდათა წმინდასთან. რადგან აღარ არსებობს ამის შემდეგ ღვთლობა, ეს კიდევ მართლმადიდებლების საყურადღებოდ. ღვთლობის ინსტიტუტი დამთავრდა, ხალხო, დამთავრდა. აღარ უნდა იაროთ გურამ ოთხოზორია ექნება განათლებული თუ კიდევ ეს რა ქვია, თეოდორ გიგნაძე. გამოიყენეთ ისინი თუ შეუძლიათ მათ მასწავლებლობა. ესეც ახლა ჯონ მაკარტური ხო არ გეტყვით ამას, ხო? და დღეს მიზეზი იმის გარიც გამოც აღარ არსებობს ხალხშეწირის სისტემა არის ის, რომ იესო იყო საბოლოო მსხვერპლი. ღვთის რჩეული უნაკლო კრავი, რომელსაც გადაიხადა თავის ხალხის ცოდვებისათვის საფასური და ეს არის განსხვავება. ეს არის იესო ქრისტე. და მე მხოლოდ ამის თქმა შევძელი მასთან და მე სინამდვილედ ლოცულობ, რომ უფლის სიკეთით და მართლით მას გაუხსნას გული ამ ყველაფრის მიმართ. არიან ადამიანები, მაგალითად მე მქონია ურთიერთობა ხო და ებრაელებიც მათ შორის, რომლებიც არ არიან ძალიან დარწმუნებული რაც სწამთ. მაგრამ ბენ შაპირო მათ შორის არ არის. ის ძალიან დარწმუნებულია თავის რელიგიაში, რაც სწამს და მე ვამბობ კიდევ ერთხელ პატივსცემა მე ამას. ის ძალიან კეთილი ადამიანია, ძალიან ზდილობიანი იყო, ძალიან თბილი იყო ჩემს მიმართ, მაგრამ მე ყველაფერს ამას უფლის ხელში ვდებ. ამიტომ მე მომეცა შესაძლებლობა და მე არ გაუშვი შესაძლებლობა ხელიდან. გითხარით კიდევაც რომ შესაძლებლობაზე ჩვენ წინა კითხვა რო ქონდა. შესაძლებლობა მომეცა დეტალურად მესაუბრა ესაიას 53 თავზე, რომ ეს ყველაფერი იესოში აღსრულდა და იმედია რომ როდისღაც ის დაფიქრდება ამაზე, რომ დაინახოს იქ იესო ქრისტე. ჩვენ შედეგ ვისაუბრეთ და მითხრა მან თუ რაბინებს რა შეხედულება აქვს ამ 53 თავზე და მე ეს ვიცოდი კიდევაც. მე უთხარი რა თქმა უნდა ვიცი და ამიტომ მე დავწერე წიგნი სწორედ ამ შეხედულებაზე თქო. და ასევე მე მივეცი მას ღვთის სახარება. ასე რომ ვნახოთ. ძალიან კარგი ახალგაზრდა უნდა თქვა, ძალიან კეთილშობილი, ასევე ძალიან სიკეთით და თავაზიანი იყო, ძალიან ტაქტიანი ჩემს მიმართ და მას არ სჭირდებოდა ეს. მას არ სჭირდებოდა, ის არ იყო ვალდებული, ჩემდამი ესეთი სითბო გამოემჟღავნებინა და ესეთი ტაქტიანობა, თავაზიანობა. ასე რომ იმედია რომ მას მიეცემა იმ წიგნის წაკითხვის შესაძლებლობა და როდესაც უნდა ვიცოდეთ, რომ სახარება ჩვენ ვაწვდით ადამიანს, რომელიც საკმაოდ კარგად არ არის გათვითცნობიერებული. თქვენ უბრალოდ გსურთ რაღაცნაირად ეს ცოტათი იმას აქნათ, იცით, სიყვარულით მიუდგეთ ამას და არ იყოთ ძალიან მიმწოლი. ჩვენ ვერ შევცლებთ უცებ რევოლუციური რეაქციის მიღებას. ადამიანი რო აღფრთოვანდეს. არამედ ჩვენ უნდა შევქმნათ ის შესაძლებლობა და რეალობა, რომ როდისღაც ეს ჭეშმარიტება მასში გაიღვიძოს, ანუ თესლი დავთესოთ. და შემდეგ ჩდება პატარა კარი. ასე რომ ნახოთ, რას იზავს უფალი. არ და მე სიამოვნებით გავაგრძელებდი მასთან საუბარს ნებისმიერ დროს. და მართლაც ეს რო თქვა, ჯონ მაკარტურმა ეთყობა მიუტანეს ბენ შაპიროს და მეორეჯერ შეხვდა უკვე ჯონ მაკარტური მოგვიანებით რამოდენიმე წლის შემდეგ, სანამ გარდაიცვალა, სანამ ამატყოფობა შეეყრებოდა. ასე რომ კოვიდის შემდეგ მოხდა მე მგონი მეორე შეხვედრა თუ არ მეშლება ახლა მაგის. მადლობა მოსვენისათვის.